მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ახლა რუსუდან ვარშავაზე აფრიალებს ევროკავშირის და საქართველოს დროშებს. უკვე 373 დღეა გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში და ბათუმშიც დღეს ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები ისევ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც უწყვეტად გრძელდება არ მხოლოდ დიდ ქალაქებში, ბათუმში და თბილისში, არამედ ყველგან ისმის მოქალაქეების პროტესტის ხმა, რომ მოქალაქეები არ დაუშვებენ ამ ქვეყანაში დიქტატურის დამკვიდრებას და იმას, რომ ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ დარჩეს ჩაკეტილი, რასაც აქტიურად ცდილობს ივანიშვილის დაჯგუფება სხვადასხვა ფორმით, მიდგომით, კანონის მიღებით, რეპრესიული კანონების შემოღებით, ადამიანების მასობრივი დაპატიმრებებით, დაკავებით ფიზიკური ძალადობით, გამოუძიებელი საქმეებით, დაპირისპირებით ევროკავშირთან, თანაც აქტიური ფორმებით. საუბარი აღარ არის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ევროპული ინტეგრაციას, ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ხელშესახებად და ძალიან მკაფიოდ როგორ დაშორდა ძალიან მოკლე დროში საქართველოს ევროპას კიდევ უფრო მეტად დაახლოების ნაცვლად და ვხედავთ ძალიან აქტიურ მცდელობებს ოცნების მთავრობის ოცნების რეჟიმის მხრიდან როგორ ცდილობენ ისინი საქართველოს დაუკარგონ საერთოდ ევროპული პერსპექტივა. ამ დროს მოქალაქეები დგანან ქუჩაში უკვე რამდენიმე დღე დარჩა, ვიდრე უბრალოდ ერთი წელი შესრულდება როცა ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოდი გავისაუბრებით რუსუდან ვარშავაძეს. რუსუდან თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც თქვენს და ძალიან დიდი ნაწილი მოქალაქეებისა დგანან ქუჩაში. როგორია თქვენი განწყობა და მოლოდინი ამ ერთი წლის თავზე, როცა იმართება ეს პროევროპული საპროტესტო აქცია? შეამჩნევით, მოგესალმებით, რომ ღიმილი მაქვს ჯერ კიდევ სახეზე და მინდა ყველას იმედები გაგიცრუოთ, რომ ეს ღიმილი მანამ-სანამ პირში სული მიდგას. ეს შემრჩება. მიუხედავად დაშინებისა, მიუხედავად რეპრესიისა, მიუხედავად ამდენი ტყვეობისა, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ყოველი ჩვენი დღე არის. ან როცა არ უნდა გავიდეს, აპირებთ რომ მიდიგეთ ქუჩაში და გქონდეთ პროტესტი. ეს ბრძოლა რა სახის იქნება? ის დროსთან ერთად გამოჩნდება. ანუ რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე იცვლის სახეს, ხო? რაღაც ეტაპზე ხარ ქუჩაში, რაღაც ეტაპზე არ ხარ. მაგრამ აპირებთ რომ უძბად იბრძოლოთ, ვიდრე იქნება ეს მოცემულობა, თუ კი იქნება ეს მოცემულობა, რომ დიქტატურას ამყარებენ ქვეყანაში. იქნება მოცემულობა ის, რაც დღეს არის, ყოველი დღე უარესია. ჩვენ არსად არ მივდივართ ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჩვენ ვართ გამოცხადებულ დიქტატურაში და ამას ჯერ კიდევ იმედი დარჩა ანებაზე. ვინც ვერ არჩევს, რომ არის დიქტატურაში და არის უბრალოდ მონა დასაქმებული რაღაც ჭანჭიკი ან სისტემი, ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ თეთრზე შავით წერია თუ რა ხდება. არ არსებობს უბრალოდ ადამიანი, რომელიც დღეს აკვირდება მოვლენებს, არის ინფორმირებული და ანალიზის უნარი არ აქვს, რომ ვერ გამოიტანოს დასკვნა, რომ ანუ ეს ეხა მცდარია თუ ეხა აქ მატყობენ, რაც არ უნდა პროპაგანდისტულ მედიას უყურებდეს. ამის და მიუხედავადაც კი, იმიტომ რომ ამ თავად პროპაგანდისტულ მედიებზე იმდენი შეცდომა თუ იანღლისში, ოღონდ თავიანთი გადასახადიდან გაეპარათ, რომ ანუ იქაც კი კითხვით ნიშნები რჩებათ, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა დარჩენილ მათ გულშემატკივრებს. მე კაფეად ვიტყოდი და მართლა ესე მჯერავს, რომ გულხურვალე მხარდამჭერი ამ სისტემას დარჩა ცოტა, მაგრამ შეშინებული მხარდამჭერი დარჩა ძალიან ბევრი სამწუხაროდ და მათ რიგებში რა თქმა უნდა დღემდე არიან ის კონფორმისტი, ჩემი ნაცნობები და ნუ მეგობრებს ვეღარ დავარქმევ, იმიტომ რომ ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მათ მეგობრები უწოდა, მაგრამ კონფორმისტი ნაცნობები კვლავ საკმაოდ ბევრი ადამიანია სისტემაში დარჩენილი, რომელიც უბრალოდ თავისი კეთილდღეობის გამო რაღაც კონკრეტული სამსახურის იქნება ეს თუ
არ ვიცი, მშობლის სამსახურის შვილის კითის, ამის გამო შემორჩენილი არიან სისტემით. ანუ ფიქრობს რომ რაღაც ერთგვარი კომფორტის ზონა დაერღვევა. თუ კი ხმას ამოიღებს და გააპროტესტებს. ადამიანები პირწმინდად მეცოდებიან, რომ ნამდვილად არიან დაშინებულები. ნამდვილად არიან სისტემის სიყვარულები. ხო? რაღაც მომენტში მქონია განცდა, რომ საკუთარ თავზე მეტად ისინი შემბრანდებიან, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ იმის გამბედაობას მაინც ვიკრებ, რომ ჩემი ხმა რაც შინაგანად მაქვს სათქმელი, ის მაინც გავაჟღერო და ამ ადამიანს ეგეც კი წაართვეს რა, არ მოსწონს ემსახურება სისტემას და იმის ხმასაც კი ვერ ახერხებს, რომ არ მოსწონს, ან უნდა დარჩეს მსახურად და სხვა არჩევანი უალტერნატივად დატოვეს. მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ დატოვეს მაინც, იმიტომ რომ ეს მაინც ჩვენი საბოლოო ჯამში ჩვენი გადაწყვეტილებაა. მე ვირჩევ. მაგრამ ბევრს კითხულობენ ადამიანები, რომ მე შეიძლება დავრჩე უსამსახუროდ, ვეღარ ვიმუშაო, ამის შემდეგ გამიშვან სამსახურიდან, ან ჩემი შვილი გაათავისუფლო. აი თქვენ რას ეტყოდით ამ ადამიანებს? ანუ მან უმარტივესია ხა გამიშვან, კი ბატონო გამიშვან, მაგრამ აი დღეს მეც რომ მუშაობდა პირობითად რომელიმე სწორხანა საკუთარი თავის იმედი მათ ვარ ეკნებათ. ეს იქნება ყველა მორიგი სისტემის შემთხვევაში. ისევ და ისევ გადაიქცევია სხვა სისტემის ჭანჭიკებად, იმიტომ რომ ერთადერთი ვისაც ამ კითხვას უნდა უსმენდნენ არიან საკუთარი თავი. მე თუ ვთვლი რომ ის თუ გამიშვებს, მე უკვე აღარაფრის რესურსი არ მაქვს, არც განათლება მაძლევს ამის საშუალებას, არც ჩემი გამოცდილება მაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე და ეგრევე სახელმწიფო სამსახურში ამიყვანეს, იმიტომ რომ ის შეცვალეს ეს კანონმდებლობა, რომ სახელმწიფო სამსახურში თუ პოლიციაში მიდიხარ რაღაც უმარტივესი პროცედურების გავლით. ხო, ზუსტად ვერ ყვევი ამ პროცედურებში, მაგრამ კი, შეიძლება უმაღლეს განათლებაც არ ქონდეს, მაგალითად გახდე პოლიციელი. გახდები პოლიციელი, რომელიც არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე საფასუხებლო პროფესია. და მათ შორის ჩართული იყო საგამოძიებო მოქმედებებში ეს დეტალი უკვე ეს კონკრეტულად არ ვიცოდით. რა გამოძიება ხალხო? ანუ ელემენტარულ წერა-კითხვასთან გვაქვს ხანდახან საქმე, რომ ანუ ვაწყდებით ისეთ ამდინარე მოვლენების გამო ხდება უამრავი უკანონო დაჭერა. სისტემა არის ჩვეულებრივად გაჭედილი და შიგნით მოხდი სისტემაში ხედავ, რომ ელემენტარული წერა-კითხვასთან გვაქვს საქმე, არა თუ ამის გამოძიებასთან და არა თუ ამის მერე ლოგიკურ ანალიზთან. ანუ აი არავის დაკნინებას მე აგარ ვეწევი და ეს არის. რა საჩვენებს ახლა სისტემა თქვენთვის ივანიშვილის დაჯგუფება? ანუ როგორ ფიქრობთ თქვენ დაკვირვებით? ახერხებს ეს სისტემა რომ დაამყაროს დიქტატურა და დაშინებას ახერხებს თუ ვერ ახერხებს არ გამოიწვევს? მოდი გამოვწყდეთ, ვაღიაროთ ჩვენი სისხლისღებიც უნდა ვაღიარეთ. ის რომ დღეს პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოხატავს ის რაოდენობა ადამიანი ვიშიც ეს პროტესტია და მე ვიცი და ბევრმა ძალიან კარგად იცით ეს ნიშნავს რომ დაშინებას ახერხებს. შეიძლება არ გამოხატავს ხმამაღლა იმიტომაც მე მომისმენე ბევრი ასეთი მოსაზრება მათ შორის ქუჩაში გამოკითხვის დროს რომ აი იმედგაცრუებული ვარ ვიდექი ქუჩას ალე დიდხანს ან რომ გამოვიდი ამით რა შეიცვლება უკვე ერთი წელი ადამიანები ქუჩაში დგანან ანუ არ არის ოპოზიციური პარტიები ისეთი რომელიც ანგარიშვალწებ რაღაც გეგმას წარმოადგენს შეიძლება არ არის ხელშესახები თორე ანუ პროტესტი კი არ მალავ ანუ პროტესტი მაქვს გამოხატა ღიად აი კამერისგანაც ვგები და ლაპარაკობ გეუბნება მოქალაქე მაგრამ ჩემს ხმამაღალ პროტესტს შეიძლება არ ქონდეს შედეგი რას გულისხმობ პროპაგანდაში არსებულმა ძალოვანებმა ხო ყველანაირი ოპოზიციური სპექტრი ჩაახშეს ეს ხო იყო სტრატეგიული გათვლა რომ მის დაისუსტებინა და გაინადგურებინა ოპოზიციური პოლიტიკური ადამიანები ვინც აქ არ გამოდის და ხმას არ იამაღლებს ჩვენთან ერთად იმიტომ რომ არ არსებობს ოპოზიციური სპექტრი ეს ასე მარტივად ჩამოგვაშორეს იმიტომ რომ გაქვს რა ოპოზიციური სპექტრი საბრძოლო არეალიდან ის ადამიანებიც ბუნებრივად ახლა აღარავით არ არის ნიჭერტი ძალებერი ლიდერი უკვე ციხეშია ხო ძალიან დიდი ბოდიში არ ვიცი კიდევ გაქვთ თუ არა კითხვები მაგრამ ეს დავამატებ რა ხო ანუ აი მინდა რომ უბრალოდ ყველამ გაიცნოს ვინც უყურებს ამ გადაცემას ეს არაჩვეულებრივი ადამიანი რომელიც უკიდურეს დიდ ძალას და ენერგიას მაძლევს და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ კონკრეტულ ადამიანს და ამ თაობას არ მოუწიოს იმ რუსეთის დამყარი იმპერიაში ცხოვრება რომელშიც ყველამ ძალიან კარგად ვინც ამას ემსახურება უნდათ რომ გვაცხოვრონ და ეს იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანია თავადაც არ შეეგუება უბრალოდ მინდა რომ გამარტივებული დავუყო ხო მეგობარო ანუ ეს არის თაობა რომელზეც თქვენ ამბობთ რომ არ შეეგუება დიქტატურას და იმას რომ ამ ქვეყნის გზა იყოს ჩაკეტილი ევროპისკენ ემსახურებენ ეს ადამიანები რომ ის გზა გაიარო და ის
ოქროს დრო და წუთები წაგვართვათ. მოდი ვატრიალოთ მეგობარო, ეს ზურაბაბოს დროშა არის. ნახეთ რა მაგრამ აპტრიალებს. ეს ზურაბ ჭავჭანიძის დროშაა. ზურაბ ჭავჭანიძე იყო ჩვენი ძალიან არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი და ქალბატონი ამინას. მოდი მარტო ატრიალე. ნახეთ შენც მოდი დაატრიალეთ უკიდა. ამინას მეგობარი. ნახეთ რა მაგრამ ატრიალებს. და ზურაბ ბაბუ ბიძია. დაგვიჭირებს. კი. იყოს ატრიალო. სულაშორის ეგ გაიმართება ზურაბ ჭავჭანიძის წინა სასამართლო პროცესი. მე დღეს ვესაუბრე მის ადვოკატს და შეუძლია მკითხოს ნახოს ასევე ინტერვიუ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატთა ბათუმელების ვებგვერდზე იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც წარმოადგინა პროკურორმა ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში. თუმცა ერთადერთი მტკიცებულება პრინციპში ეს არის ზურაბ ჭავჭანიძე როგორ გადაადგილდება ისე ამ დროში ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში. ძალიან კარგია და გაჭიროთ რომ ეს რო არ მოეყანაო თვითონ ხარეს პროკურატურის ხარეს როგორც თავისი არგუმენტი ჩვენ მოვიტანთ როგორც ბრალდების დამადასტურებელი და მტკიცებულება ხო? კარგად ვატრიალებ და შესაბამისად კიდე აქვე დავზენ იმას რომ არ ვიცი რამდენად ვეცადეთ 9 ძმა ხერხეულიძის ამბავი მოგეხსენებათ ვარ მოგეხსენებათ მე მოგახსენებ ისტორიიდან ესეთი ამბავი იყო რომ 9 ძმა ხერხეულიძე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იბრძოდა ცხავე გარდაიცვალა მისმა და მისმა დედამ აღმართეს დროშა და ეს დროშა არ დაცემულა და არ დაიცემა დღესაც ამას ვეუბნები ყველა სისტემის მომხრეს ამას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს ვის დღეს სისტემის თანამონაწილეა მისი ჩუმად დგომით მისი რაღაცაი ვითომ ხარდაჭერით და თავის არ მოდრეკით ვეუბნები რომ თუ გადავრჩით მაშინ გადავრჩებით დღეს იმიტომ რომ დგავარ მე მომკლავენ მე და დგება ამინა მე ერთმანეთ ხალხს გვაცოცხლოს ყველა მაგრამ ყოველთვის იქნება ის მორიგი ადამიანი ვინც ამ დროშას თაობიდან თაობას გადააბარებს და ზუსტად ეს იყო რაღაცა სრულიად არ დაგეგმილი იმპროვიზაცია რომელმაც კიდევ ერთხელ ღრმად ჩემშიც დამაჯერა რომ კი ეს საქართველოს დროშა იფრიალებს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ძალიან დიდხანს და თუ ამაში ვინმეს ეჭვიებარება შეგვიძლია ისტორიას უკვე საუკუნეების შემდეგ გადავხედოთ ვინც შემოვშებით სოციალური გამარჯვებამდე და აქვე ერთ რამეს დავამატებ რა პირდაპირ ეთერში მინდა ჩემს ორ არაჩვეულებრივ თანამებრძოლს რომელიც დღეს რუსთაველზე აღნიშნავენ დაბადების დღეს ჩემს მეგობარ ნინოს და ჩემს მეგობარ ხაისოს მიულოცოთ დაბადების დღე მიულოცოთ უთხარი გილოცავთ ხო შენს გილოცავთ მეგობრებო ვიცი რომ რთული დღე გქონდათ ვიცი რომ სასამართლოდან სასამართლოზე გაატარეთ ჩემი მეგობრები ია დავითი ვინც დღეს გუშინ დაიჭირეს ამ დღეებში ბოლო 2 დღის მანძილზე ისინი ისეთი მებრძოლები არიან რომ ჩემი გამხნევები მაგათ არ ჭირდებათ იქიდან ბევრად მაგრად გამოვლენ და ბევრად მყარად დადგებიან ასე რომ თავისუფლება რეჟიმის წყვეებს დიდი მადლობა ეს რუსტემ ვარშალომიძე იყო თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ის ახლა ზურაბ ჭავჭანიძის ბათუმელი მედროშის დროშას ევროკავშირის და საქართველოს დროშას აფრიალებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ეს ის დროშა რომელიც ეჭირა ზურაბ ჭავჭანიძეს ხელში 4 ოქტომბერს როცა კონკრეტული მოქალაქეები შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში და მათ ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ცდილობას და ჯგუფურ ძალადობას სწორედ ამხლებით აქვს წარდგენილი ბრალი ბათუმელ მედროშას ზურაბ ჭავჭანიძეს თუმცა არც ერთ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი ამ საქმეში რომელიც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ჩვენ დღესაც ვესაუბრებთ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატს და მან თქვა რომ საქმეშია მხოლოდ ვიდეო მტკიცებულება რომელშიც ჩანს რომ ზურაბ ჭავჭანიძე გადაადგილდება დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სხვა რაიმე მტკიცებულება რომელიც დაადასტურებს ბათუმელი მედროშის მხრიდან რომელიმე დანაშაულის ჩადენას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ასეთი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი პროკურორებს არ აქვს. ამიტომ დღის წინ გადასცეს მტკიცებულებები დაცვის მხარეს, ხოლო ზეგ 27 ნოემბერს გაიმართება ბათუმელი მედროშის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა. ამ ხდომაზე განიხილავენ წარმოდგენილი მტკიცებულებების ასაშევობის საკითხს, ასევე მისი სადავოობის საკითხს და გადაწყდება
ამ საქმეზე დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა, ასევე ამ პროცესზე უნდა იმუშაოს სასამართლომ უზურაბ ჭავჭანიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე დატოვებს თუ არა მას პატიმრობაში მოსამართლე, თუ გაუშვებს გირაოს საფუძველზე უზურაბ ჭავჭანიძის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს მისი ადვოკატი ნიდო ლომინაძე. თუ შეგიძლიათ ხსნათ ამ საქმის შესახებ დეტალები ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე, მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ახლა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მოქალაქეები ისევ დგანან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, ისევ ურყევათ, ისევ მტკიცედ, ეს უკვე 373 დღე, როცა მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ასე ხდება ეს უკვე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და ურყევათ აპირისპირებენ პროტესტს, რომ ისინი არ აპირებენ შეგუონ სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების არსებობას ამ ქვეყანაში. მოდი გავისაუბროთ კიდევ აქციის სხვა მონაწილეებს. მერაბ ჯიხაძეს მოვისმენ. მერაბ, მოგესალმებით აღმოჩნდებისა. მერაბ, პირველ რიგში მინდა უკრაინის შესახებ ის ფორმატი, რაც შესთავაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დღეს ასევე ამ საღამოს უკვე მიღწეულია თქვენი შეთანხმება უკრაინა დათანხმდა იმ პირობას, რაც იყო წარმოდგენილი, თუმცა შეიცვალა ძალიან ბევრი პირობა, რაც იყო თავდაპირველ ვარიანტში. და ელოდებით, რომ შეიძლება მოხერხდეს ეს შეწყვეტა უკრაინაში. ვფიქრობ, ჯერჯერობით არ გავსწავლი ვარ იმ ფაქტებს, რომ აცვლება შევიდა, ახლა მეგობრებთან საუბრობდით აქტიურზე და ვცდილობდი, რომ გავსწავლობდი მაგ ინფორმაციას, მაგრამ უკვე გავესანი ერთ-ერთ სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი დათანხმდებოდა მსგავს შეთანხმებას და ჯერჯერობით უცნობია რუსეთის პოზიცია. ხო, მაგრამ უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ რუსეთი არ დათანხმდება მაგ შეთანხმებას და დარწმუნება ეჭვმეპარება, რომ რაიმე არსებითი ფუნდამენტური შეთანხმება მოხდეს. ერთადერთი შეთანხმება, რაც შეიძლება მოხდეს, არის თქო უკრაინა თავის პოზიციებს დათმობს, ალბათ რუსეთი იმ შემთხვევაში შეთანხმდება რაღაცაზე, მაქსიმალურად უკან უნდა დაიხიოს უკრაინამ ეს იქნება. მე ვფიქრობ, რომ არც უკრაინა და არც ევროპა არ წავა და არ გადადგას მაგ გეოპოლიტიკური კატასტროფისკენ გავიქცა. თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში იმართება საპროტესტო აქციები ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში. თქვენ ძალიან ხშირად ხართ ამ პროტესტის მონაწილე. თქვენი დაკვირვებით რა გამოუვიდა წინააღმდეგობის შედეგად, რა შეძლო ამ წინააღმდეგობამ ქვეყანაში, რის არ დაშვება შეძლო მაგალითად და რა გამოუვიდა ივანიშვილს ამასობაში და მის დაჯგუფებას. ივანიშვილს ის გამოვიდა, რომ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან გადადის უკვე დიქტატურაში, ან ტოტალიტარიზმში გადადის სრულში ტროტუარებზე აკავებენ უკვე თბილისში ნახეთ ისინი ბევრი აქციები, ანუ ასევე სათამაშოს ჩაყვირების გამო ხო პოლიციელთან სათამაშოს ტიპის გამო დაიჭირეს. ეს რა საჩვენებს თქვენთვის, როცა ესეთი აბსურდული მიზეზების გამო აკავებენ ადამიანებს, რომ ეს სამართლის წესით ხო გველენე ხოშტარია და აკავეს რის გამო, რომ ბანერზე გააკეთა, მან წარწერა რუსული ოცნება ხო კახიკალაძის ბანერზე. მე ვფიქრობ, რომ ისინი ასრულებენ დირექტივებს მოსკოვიდან რა, ძალიან კარგად თქვა ერთმა ადამიანმა, ისტორიის დოქტორმა ბექა კულახიძემ დაწერა ასეთი რამ, რომ აი რატო რაღაცა სიგიჟეს ატოღებულებონა, თუნდაც მაგალითად ემიგრანტებს ხმის უფლება რომ შეუზღუდეს, ხო, ანუ მათი ხმები არ არის გადამწყვეტი არჩევნებში, ხო, ანუ 34,000 თუ რაღაც პროცენტამდე არჩევნებში და ნუ რატო ხალხი ვერ ასრულებს, რატო აკეთებს ამას და ყველა სულს მიხას, აი რატომ ახლა და ისედაც ამდენი პრობლემაა და ყველაფერი არის რომ მარტივია, რა მაგალითად მოლდოვის არჩევნებმა აჩვენა, რომ ემიგრანტების ხმებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ ბედი, ხო, მოლდოვას ბედი. მოსკოვიდან წამოვიდა დირექტივები, ანუ მოსკოვი იმ ტერიტორიებს, რომელსაც საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს და ასეთია ფიქრობს საქართველოს, ანუ დირექტივები გამოსცა, რომ აი აუგზავნოთ ემიგრანტების ხმები არჩევნებში, ხო, ანუ თქმა უნდა კი, რატომ უნდა აუგზავნოთ თავისთვისაც ფიქრეს, მაგრამ ახლა დირექტივა მიღებული ქონდა უკვე ინერციით, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის კრემლისგან მიღებული დირექტივა დავალება? ახლა რატო შემოადგენენ ისედაც დაზაბულია ქვეყანაში ეს ყველაფერი, არჩევნების ჩატარებას 3 წელი არ აპირებენ და ახლა გონებია, რომ ემიგრანტების ხმა
თუ უნდაო ჩამოვიდნენ და ისინი ხო ანუ ისევ იზღობს ხალხს მორი გარჩევნებს და შეიძლება ადამდელი არჩევნები ჩაატაროს რომ საბოლოოდ თქვა საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს მაგალითად პარლამენტში და აი პარტიული დიქტატურა დაამყაროს საბოლოოდ ქვეყანაში უახლოს პერსპექტივაში. ეხლაც აქვს ხუთი საკონსტიტუციო უმრავლესობა, როცა აქვს არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს 113 მანდატია. მაგრამ მაგასაც შეცნია რომ მოინდომონ ამ კონსტიტუცია ხო დაგვახიეს პრობლემა მაგრამ მოსაც შეცნია. რა შემთხვევაში არ გამოუვა, მოდი ამას კითხავთ ბოლოს ივანიშვილს თავისი მიზნის პუტინს უბრალოდ თავისი მიზნის მიღწევა საქართველოში. და რა შემთხვევაში ვერ დამყარდება დიქტატურა ამ ქვეყანაში თქვენი აზრით? ჩვენ პირველ რიგში შევეწინააღმდეგოთ რუსულ რეჟიმს, რაც ქვეყანაში გვაქვს, იმას უნდა ვიბრძოლოთ და ამაზე უნდა ამოიღოს ნებისმიერმა ადამიანმა ხმა რა. ეხლა მეგობრებთან ვამბობი რა, ყოველი დილა იწყება, იმიტომ ჩემს სიყვარული შვილთან ერთად დავდივარ ეზოში სასეირნოდ და ერთ-ერთი სეირნობის წერტილი და ლოკაცია არის ხელოვნურ საფარიანის სტადიონი, რომელიც ეზოში გვაქვს და ყოველ დილით მე იქ შეხვდება ზაღლის განავალი რა. იქ სხვა მშობლებიც არიან, რომლებიც ასეირნებენ ბავშვებს ამ ბანული კატაკლიზმის პირობებში, ანუ სხვა ეზოებიდანაც მოდიან მშობლები და ერთ-ერთი მშობლი, როდესაც მე შევედი და ჩემო ბავშვმა გაიქცა გარკვეული მიმართულებით, მithეს რომ აი იქეთ არ გაუშვაო, იქეთო განავალიაო და ფეხსაკრავსო რა. და მე სხვანაირად ვიქცევი, რომ მე პარტიები მაქვს, ვიღებ ამ განავალს და ვაგდებ, რათა ავირიდო და თავი დავიზღვიო, რომ ჩემო შვილმა იმაში ფეხი არ ჩაკოს. ზოგს ურჩევნია, რომ ასე ყვირილით ის დილოშვილო აი იქეთ არ წახვიდა განავალში, არ ჩაგდა ფეხი და აი საბოლოო ჯამში ხო ანუ თუ ვიღაცამ ის განავალი არ არის, ხო იმდენ განავალი იქნება. არ თვითონ ჩვენ გერმა უნდა ვიმოქმედოთ, აუცილებელი მოქმედება. განავალი იქნება ხო ანუ ჩვენ ახლა რისხოვანია ხო ჩვენი აქცია არ არის ის მასშტაბის მაგრამ ჩვენ აქ არ გამოვა ხო იმის ნორმალიზებას აუშვებთ რომ აი მაგალითად განავალში თამაში ნორმა იქნება რა ჩვეულებრივი მოვლენა იქნება რა და ყველა ჩვენ ისინი განავალი უნდა გავიტანოთ რავი ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განავალი რა შეუულია მოქალაქეებს აი თქვა ვიც ვერ გამოდის აქციაზე ამის ისაც ეშინია თქვა სამსახურის დაკარგვის ან ასე შემდეგ საკუთარი პოზიცია უნდა გააჭრონ მინიმუმ უნდა თქვა რომ ეს ყველაფერი არ მოსწონთ ეს ყველაფერი მიუღებელია და ამორალურია ამ ყოფაში ცხოვრება რომ რაღაცა შესაძლებელია იმიტომ რომ მათი ხმაც მნიშვნელოვანია რატომ არის მნიშვნელოვანი რა რის შეცვლა შეუძლია თუ შეიძლება არ შეუძლია შეცვლა მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია როდესაც დაიჭირა სახელმწიფოს და გვაროს რომ ახსოვებ ერთ-ერთი ექიმი დაიჭირეს რა აქციაზე გახსოვთ და ექიმები დადგნენ ყველანი ერთად და ეს რომ პეტიციების შეკითხვა კი ძალიან მაღალი იყო პროტესტი და მალევე გაათავისუფლეს და პროკურატურამ მოითხოვა გირაო როცა სხვა დაკავებულების შემთხვევაში იმავე დღეს დაკავებული იმავე აქციაზე დაკავებულების შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ყოფილა ანუ პატიმრობას ითხოვდა ხო ანუ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ კი ხალხი ხმას ამოიღებს თუ კი ისინი დაინახავენ რომ ხალხში ეს ყველაფერი აღშფოთებას იწვევს ნელა უკან დაიხევენ ასე ის აქტივისტი რომელმაც გზა გადაკეტა რუსთაველი და შემდეგ თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში ხო ის არ დაუკავებიათ ძალიან კარგი ბიჭი გიორგი თავართქილაძე ესეც იყო ხო არის რაღაცები რომელიც გამჩენიაზეთ იმას უნდა გაიაზრონ დანარჩენებმა თქვენ მინს 60 ამ თქვენ აქვს აზრი დიქტატურასთან ბრძოლას და შეიძლება ამას გქონდეს შედეგი აზრია მაგითო ვართ აქ და მაგითო გავართ დღემდე აქტორი რავი ჩემი აზრით ყველას ყავს ოქიახი და ყველას გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო რაღაცების ცხოვრებაში რითიც შემიძლია დავყავდეთ რომ ქუჩაში აბსიციაში და კარში ზონაში ავიდეთ და ავათენოთ დიდი მადლობა ეს ბერებ ჯიხაძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე რომელიც დგას ბათუმის საპროტესტო აქციაზე ბათუმში დღესაც იმართება აქცია ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დგანან ისო მოქალაქეები უკვე 363 დღე რაც ძალიან კაფეო დაჩვენებს მოქალაქეების სიმტკიცეს და შეუვალობას საქმედან პოლიციელებიც თქვენ ხედავთ მათ კადრში რაც კაფეო დაჩვენებს მოქალაქეების შეუვალობას რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ დიქტატურის სამყარებას ამ ქვეყანაში არაპირებენ რომ შეეგუონ
იმას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ იყოს ჩაკეტილი, რასაც აქტიურად ცდილობს ყველა ფორმით და საშუალებით ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში. მოდით აქციის კიდევ ერთ მონაწილეს მოусმენ. გოჩა შეიძლება წუთით გოჩა მელაძე. გოჩა რა მინდა გითხოთ, ამომრჩეველებისთვის რა შეზღუდვის შემოღებასაც აპირებს ახლა ოცნების მთავრობა. ეს რა მიზანს ემსახურება თქვენ რა თქვენ გააკეთეთ? რატომ დასჭირდა ის ნაბიჯი ივანიშვილის დაჯგუფებას? ქვეყნის შიგნით რეპრესიები გაძლიერდა პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ დაიქვემდება რა ყველა ინსტიტუცია, აი პრაქტიკულად ქართული ოცნების ბოროტი კორუმპირებული და მოძალადე ხელი ყველა უწყებაში შევიდა, ამიტომ მარტივია ზემოქმედება, მაგრამ ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც დატოვეს სამწუხაროდ ეს ქვეყანა, ის შრომობენ, შორიდან აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, ფლობენ ზუსტად მთელ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არ უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანტიკონსტიტუციური და უსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს წაართვან ხმები. ეს წარმოუდგენელი ხო, მაგრამ ეხლა მაინც არ არის საარჩევნო პერიოდი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მაინც ემზადება ვარდნელი არჩევნებისთვის ოცნების მთავრობები? ბატონჯაბა თქვენ მართალი ბრძანეთ, გაზაფხულზე ვფიქრობ, იგივე კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც არსებობს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ოცნებას უნდა შეასრულოს კრემლის დაკვეთა და კონსტიტუციიდან ამოიღოს მუხლი, რისთვისაც ჭირდება 78 მუხლი, რომელიც ამბობს ევროინტეგრაციის სავალდებულობას. მართალი ბრძანდებით და სწორედ ამაზე მიდის და ამისკენ მიდის მუშაობა. ეს არის მიზნად, რომ ბოლომდე შექმნას ისეთი პარლამენტი, სადაც ერთ მესიჯად პრაქტიკულად 150 დეპუტატი ასწევს ხელს და მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას. ანუ პარტიული დიქტატურისთვის ემზადება ივანიშვილის დიდი ხანია პარტიული დიქტატურა ქართულ ოცნებაში, ბოლოს არ ვიცი, მინდა საზოგადოებას ვკითხო განსხვავებული აზრი, სად მოისმინეს, როგორ მოისმინეს, რა იყო საერთოდ გაჟღერებული, პრაქტიკულად არ არსებობდა. იგივე ევროპელი სოციალისტები, რომლებიც ქართული ოცნების ქვედანაყოფია, ავრცელებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების პარტიულ მესიჯებს. ერთი წელი სრულდება, რაც ჩვენ ყველა ქუჩაში ვდგევართ, ერთი წელი სრულდება, რაც ქვეყნის მთავარ ცენტრალურ გამზირზე ქართული პოლიცია ჭყალებში აკავებს, დევნებს, აჯარიმებს მოქალაქეებს, მაგრამ ხალხის ნაკადი არ წდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტი რომ 300, 500, შეიძლება დღეს 20 ადამიანი იდგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ბატონჯაბა ძალიან ხშირად ვიმეორებ, მოყვება ქართული საზოგადოების გამოხმაურება და დღეს თუ კი ქუჩაში 20 ადამიანი დგას, ხვალდაზე გაუცილებლად გამოვა. 20,000, 50 და 100,000, რასაც მოყვება ქართული ოცნების ამ ბოროტი რეჟიმის ცვლილება. რა შეძლო ისე თქვენი დაკვირვებით უკვე ამ ერთმა წელიწადმა, წინამდებობის ერთმა წელიწადმა, რის არ დაშვება შეძლო მაგალითად? რის არ დაშვება შეძლო პირველ რიგში, რაც არის ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში, პრაქტიკულად მას არ ელაპარაკებიან ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ქართული ოცნებისთვის კარი დახურულია, ეს არ არის ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა, ეს გახლავთ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი, ამიტომ ის ეპითეტები, ის დამოკიდებულება ელჩების, დიპლომატების, თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ, რომელსაც ისინი იყენებენ, დაუშვებელია, არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება. შესაბამისად, ამ ერთწლიანმა ქუჩაში დგომამ გამოიწვია ის, რომ ადრე თუ გვიან ქართულ ოცნებას მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება და ეს არ არის ნიშნის მოგებით. ეს არის გულწრფელის სურვილი, რომ დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წამება, დევნა, ცემა, დაჯარიმება, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ანუ ვერ შეძლებს პროტესტის ჩახშობას ივანიშვილის დაჯგუფება თქვენი აზრით? რისი მიზანიც და სურვილი ძალიან აშკარა აქვს, ამას არ მალავს და ბევრი მეთოდით ამას ცდილობს. საუკუნეა, მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის მეთოდებით მათ არ შეუძლიათ, რომ ეს კედელთან მიაყენონ და პირდაპირ დახვრიტონ ადამიანები. ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში ცხოვრობს მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, იგივე თქვენი სახით, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს და საზოგადოებას ეთქვის იმ ობიექტურ სიმართლეს, რაც ქვეყანაში ხდება და ასეთი ადამიანი არის უამრავი. ამიტომ მე ვფიქრობ გულწრფელად, რომ ვერ შეძლებს, არ გამოუვა. მიუხედავად
მთელი იმ რეპრესიული მანქანისა, მთელი ამ პროპაგანდისტული რაღაც ქმნილებებისა, რასაც იგონებენ და რაც მათ ფანტაზია საზღვარი არ აქვს, ადრე თუ გვიან ქართულ ოცნებას მოუწევს ლოგიკურ დასასრულთან მისვლა. ეს არის ხელისუფლების დათმობა დემოკრატიული ძალებისთვის. დაუშვებელია, საქართველოს ვერასდროს ვერ იქნება რუსეთი. საქართველოს აუცილებლად გახდება ევროპული ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილი, როგორც აქამდე იყო. ოცნება ხელოვნურად აბნელებს საქართველოს, თორემ არავით არის განსხვავება, არავინ არ გვართმევს ჩვენ ტრადიციებს. ხალხი მიეჩვია ნორმალური ცივილიზებულ ყოფაში ცხოვრებას, უბრალოდ ძალიან ბევრი დღეს დაშინებულია, დიახ, უცხოელად ვაღიარებ. აი იგივე ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც შეიძლება დღეს 41-ს აზიარებენ პირად საუბრებში. მე არ ვარ ისეთი კრიტიკული, რასაც ეს ადამიანები ამბობენ და ძალიან ბევრი ადამიანი. კუჩაბეთში გუშინ შეფთა კიდევაც ქუჩაში გამოკითხვა მქონდა, არც დაუმალავს რომ იყო ოცნების მხარდამჭერი და თქვა რომ თქვენი ემიგრანტებისთვის შეზღუდვა არის მისთვის მიუღებელი, არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. ბატონ ჯაბა, მე ბევრ დროს არ წაგართვებ, უბრალოდ წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც მარწყვის საკრეფათაც ნორმალურად ვერ გაუშვეს, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნორმალურ პირობებს ვერ ეღისა, ვერ შეუქმნეს მათ ნორმალური პირობები, იძულებული არიან უცხო სახელმწიფოში ოჯახის გადარჩენის თავის გამოსაკვებად წავიდნენ და მათ ეუბნებიან ართმევენ ყველაზე მთავარს, არჩევანის უფლებას არის. წარმოუდგენელი, აი გულწრფელად ვერასდროს ვერ ვიფიქრებია. ალბათ თვითონ მოსკოვშიც, აი პუტინის რეჟიმსაც კი არ მოსულია მსგავსი, ავიცი დანაშაულებრივი აზრი საკუთარ თავში. ავიცი ზემოთკობას რა სჭირდება ამ დროს თქვენი აზრით როგორ უნდა განვითარდეს ახლა პროცესი ან რა რესურსებს ხედავთ ქვეყანაში იმისთვის რომ რაღაც უფრო სხვა ძალა და სხვა გავლენა მიიღოს ამ წინააღმდეგობამ. ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და საზოგადოების სოლიდარობაა საჭირო და აუცილებელი. მე მესმის რომ ძალიან ბევრ მათგანს აპყოლებს ის რომ პოლიტიკოსების და მსმენია და უნდა ვთქვა გულწრფელად რომ როდესაც პოლიტიკოსებს შორის არ არის ერთობა, აი მითხარი ვის გვერდით დავდგეთ. ძალიან მარტივად ვამბობ, ისინი უნდა დადგენ საქართველოს გვერდით, საკუთარი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის გვერდით. აუცილებლად უნდა დაძლიონ ის შიშების სამსახურის დაკარგვის, დაკავების. ეს არის, აი, წარმოიდგინეთ, ასობით ათასი ადამიანი მოქალაქე, სწორედ გამოდის და ქართულ ოცნებას ეუბნება უარს. და თუ კი გაზაფხულზე იქნება არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ თვითონ ჩვენთაგანი მივიდეთ და ამ რეჟიმს უთხრათ ერთხელ და სამუდამოდ არა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეგირება არჩევნებში მონაწილეობა ოცნების მთავრობის პირობებში? არ უნდა შევქმნათ ჩვენ, ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, ეს ჩემი პირადი აზრია. ყველა მიუხედავად წარსული რაღაც ურთიერთობისა, აზრთა სხვა და ანუ მიუხედავად მექანიზმებისა, როგორ აყალბებს ქართული ოცნება არჩევნებს, მაინც მოხერხდება ამ რეალური არჩევნების ჩატარება ასეთ პირობებში? აი ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და არ უნდა მივცეთ ოცნებას საბოლოოდ კონსტიტუციაზე ძალადობის უფლება. არ შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანის ვალდებულებაა რომ ის ჩანაწერი საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების შესახებ უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ბოროტ რეჟიმს, აი ამას მე შეგნებულად ვამბობ, არაერთხელ გავიმეორე, რომ ქართული ოცნება არის რეჟიმი და მან უნდა დათმოს. აი მიუხედავად ძალადობისა, დევნისა, აი მთელი ამ ბოროტი რა ვიცი მოქმედებებისა, ისინი უკვე დამარცხებულები არიან. ერთხელ წინა ამას დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენთან ჩაერთო რომ რა ეთყობა ოცნებას დამარცხებულისა და ვიმეორებ, როდესაც ასეთი ღონისძიებების, რეპრესიული ღონისძიებების გატარება გიწევს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო. და სათამაშოს ხმის გამო, გამოცემული ხმის გამო ადამიანის აპატიმრება. რეზინის სათამაშოს აჭკვეტინებდა ვიღაცისთვის ეს თურმე შეურაცხყოფელი ყოფილა. აი, არ ვიცი, არაფერში არ ჯდება დიდი ხანია ეს ყველაფერი, სამწუხაროა რომ აქამდე მივიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული პოლიტიკური პარტია დღეს ელემენტარული ქუჩაში აი ბორდიულთან დგომის გამო აკავებს პროფესორებს, ლექტორებს, სტუდენტებს, სიამაყლობელი ყოობაში ყავთ, ცეცხლაძე ყოობაში ყავთ, ქვეყნიდან აძევებენ ადამიანებს, რომლებიც იდგენ ჩვენს გვერდით და დროშას აფრიალებდა ბატონი ზურა ჭავჭანიძე და ათობით და 150 200 ადამიანზე მეტია, რომლებიც დღეს
აქციაზე განსხვავებული აზრის გამო იმყოფებიან რეჟიმის ტყვეობაში. დიდი მადლობა, ეს კოჩემალაძე იყო, თქვენ მოსესმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს კი ბათუმის საპროტესტო აქცია, პროტესტის 363 დღე, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. მოქალაქეების გზავნილი ძალიან მკაფიოა, ისინი თხოვენ უკვე თითქმის წელიწადია ითხოვენ ხალხთა არჩევნების ჩატარებას, რომელიც გაყალბდა ქვეყანაში, არლეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადადგომას და პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას, ინვესტის ტყვეების გათავისუფლებას. მათ შორის მზია მაღლობელის ჟურნალისტის, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პარტნიორია საქართველოში, ჟურნალისტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის უკვე თითქმის 11 თვე რჩება უკანონო პარტნიორობაში. მათ შორის ზურაბ ჭავჭანიძის, რომელიც ბათუმელი მედროშეა და ის არის წინასწარ პარტნიორობაში, ზეგაიმართება ამის საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა. მტკიცებულება უკვე წარმოადგინა პროკურატურამ, თუმცა როგორც ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ამბობს, არც ერთი მტკიცებულება არ არის ამ საქმეში, რომელიც დაადასტურებს ან აჩვენებს რომელიმე ერთ ნაწილში მაინც ზურაბ ჭავჭანიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მხოლოდ ერთი ვიდეო მტკიცებულება ამ საქმეში, როგორ გადაადგილდება ბათუმელი მედროშე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, დროშით ხელში და შემდეგ ჯდება ბორდიურთან. სხვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ასევე ზეგინელ პროცესზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ბათუმელ მედროშეს ამ საქმის განხილვის ასრულებამდე დატოვებს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე 2 თვით წინასწარ პარტნიორობაში, თუ მას გაათავისუფლებს გირაოს საფუძველზე, ასე მას შეუძლია საერთო აკვედი ღონისძიების გარეშე დატოვოს ზურაბ ჭავჭანიძე, თუმცა მას ორი მძიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ეს არის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. თუმცა არც მტკიცებულება არ დასტურებს იმას, რომ ამ მსგავსი ქმედება ჩაედინა ზურაბ ჭავჭანიძემ, როგორც ამას მისი ადვოკატი ამბობს. თქვენისმენით დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილებს ბოლო და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასეთ იყო ბათუმელების ჩართვა ამ დროისთვის. ეს უფრო ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi და net gazeti.gi რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.